ტრამპი ამკაცრებს წნეხს ირანზე, მას შემდეგ რაც ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებამ გამოავლინა თეირანის 300 მილიარდი დოლარის ოდენობის რეკონსტრუქციის, ფინანსური შეღავათისა და პოლიტიკური უპირატესობის უზარმაზარი მოთხოვნა. კრიზისი აღწევს პიკს ამ შაბათს 2026 წლის 30 მაისს, როდესაც თეთრი სახლის თავაზობს პირობებს, რომლის თავიდან აცილებასაც ირანის რეჟიმი ყოველთვის ცდილობდა. ბირთვული ბომბისკენ მიმავალი ნებისმიერი გზის მიტოვება, ზღვის ნაღმების მოცილება და იმის მიღება, რომ ფული არ გაიცემა, ახალი გარანტიების გარეშე. მაგრამ შემაწუხებელი ფაქტი სხვაა. რეჟიმი თითქმის დანებებას აპირებს, მაგრამ ითხოვს მილიარდებს, რათა აღადგინოს ის კატასტროფული ზიანი, რომელიც ისრაელისა და შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა მიაპიაკენეს. ირანი გრძნობს ბლოკადის, სანქციების, სამხედრო ზეწოლისა და ახალი თავდასხმების შიშის სიმძიმეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ცდილობენ ტრამპისთვის მახის დაგებას. რას ცდილობს თეირანი დამალოს? რატომ ითხოვა ამდენი ფული ახლა? როგორ გადააქცია ტრამპმა მოლაპარაკება მახეთ? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ზეწოლა მაშინ დაიწყო, როცა ტრამპმა დისკუსია თეთრ სახლში გადაიტანა და შეთანხმებას ეროვნული უსაფრთხოების გადაწყვეტილებად მოიხსენიებდა. ამერიკის მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს სასარგებლო შეერთებული შტატებისთვის და უნდა პატივს სცემდეს პრეზიდენტის წითელ ხაზებს. თავარი მათ შორის პირდაპირია, ირანს არ უნდა კონდეს ბირთვული იარაღი. 300 მილიარდი დოლარის მოთხოვნა წარმოდგენილია როგორც აღდგენა, მაგრამ პრაქტიკაში ეს აჩვენებს ირანის რეჟიმის მცდელობას სამხედრო გამოფიტვა ფულად აქციოს. ირანელმა წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი აღდგენის ფონდზე, დაბლოკილი რესურსების ეტაპობრივად გათავისუფლებაზე, სანქციების შემსუბუქებაზე, მაგრამ ეს პაკეტი სრული ძალის შედეგი არ არის. ეს წარმოიშვა კრიზისიდან, სადაც ირანმა საზღვაო გზა დახურა, დაინახა, რომ მისი ეკონომიკა გაჭირდა, მანევრის სივრცე დაკარგა და ახლა ცდილობს ზეწოლიდან გამოსვლას, მაღალ ფასს ითხოვს. 300 მილიარდი დოლარი არ ჩანს, როგორც უკვე გათავისუფლებული თანხა და არც როგორც პირდაპირი ჩეკი შეერთებული შტატებიდან ირანისთვის. ისინი გამოჩნდება ანგარიშებში, როგორც აღდგენის ფონდი ან ომის შემდგომი ინვესტიცია. ამ ფულის ცხარო მოლაპარაკებების შესახებ ცნობების მიხედვით ძირითადად იქნებოდა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ვაშინგტონის ზეწოლითა და ორგანიზებით, რათა ამ მოკავშირეებს დაეფინანსებინათ ირანის აღდგენა იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი დათანხმდებოდა თეთრი სახლისთვის მისაღებ პირობებს. თავად რეპორტაჟი, რომელიც დაფუძნებულია New York Times-ზე, ამბობს, რომ შეერთებული შტატები არ ჩადებდა რესურსებს ამ ფონდში. ზუსტად იმისთვის, რომ ტრამპი არ მოხვდეს პოლიტიკურ მახეში და არ გამოჩნდეს თითქოს რეჟიმს კომპენსაციას უხდის. ფაქტობრივად ეს ფული ირანის ეკონომიკაში წავიდოდა აღდგენის, ინვესტიციისა და ნორმალიზაციის ლოზუნგით თავდასხმების შემდეგ, მაგრამ პოლიტიკური რისკი აშკარაა. თეირანის ხელში 300 მილიარდი დოლარი შეეძლო შეემსუბუქებინა რეჟიმის ბიუჯეტი, აენაზღაურებინა ომის ზარალი, დაეფინანსებინა იმპორტი, აღედგინა დაზარალებული სექტორები, გაეძლიერებინა სახელმწიფოსთან დაკავშირებული კომპანიები და შეემცირებინა სანქციების გავლენა. და გაეძლიერებინა რეგიონული მოკავშირეების ქსელი, რომელსაც ირანი იყენებს როგორც ზეწოლის ბერკეტს ახლო აღმოსავლეთში. აი რატომაც ირანის მოთხოვნა ასე მნიშვნელოვანია. თეირანი ცდილობს მოლაპარაკება მილიარდიან მოთხოვნად აქციოს, სანამ რეალურ დათმობებზე წავა. ანუ ირანს სურს მიიღოს გამარჯვებულის სტატუსი. მაგრამ ამ მოთხოვნის არსებობა სწორედ საპირისპიროს არჩვენებს, რადგან ვინც 300 მილიარდ დოლარს ითხოვს, ცდილობს მძიმე მდგომარეობიდან დიდი ანგარიშით გამოვიდეს. ტრამპმა პოლიტიკურ ბლოკადით უპასუხა. მან განაცხადა, რომ ფული არ გაიცვლება შემდგომ მითითებამდე. ეს ფრაზა თამაშის აღქმას ცulis. ტრამპი ანგარიშ გარანტიების შემდეგ აყენებს. სწორედ აქ ჩნდება მახე. თეირანი ჯერ მიღებას ითხოვს, მაგრამ მხოლოდ ამის შემდეგ სურს კრიზისის მთავარ საკითხებზე საუბარი. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა უნდა მიიღოს, რომ მას არასოდეს ექნება ბირთვული ბომბი და გამდიდრებული მასალა უნდა იყოს დამუშავებული შემოწმებადი შეთანხმების ფარგლებში. თეირანის წინააღმდეგობა ამ მასალის გადაცემაზე ან გადატანაზე აჩვენებს, სად არის ნამდვილი შიში. რეჟიმს სურს ფული, სანქციების შემსუბუქება, ნავთობის გაკიდვა და ზღვაში თავისუფლად გადაადგილება, მაგრამ არ სურს უარი თქვას იმაზე, რაც მას მუქარის ძალას აძლევს. ეს წინააღმდეგობა ამყარებს ამერიკის პოზიციას, რადგან აჩვენებს, რომ კრიზისი საუბრის ნაკლებობის გამო არ წარმოშობილა. კრიზისი წარმოიშვა იმიტომ, რომ ირანი სურს სარგებელი მიიღოს ისე, რომ არ დათმოს ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
თავდაცვის მდივანმა პატ რაქსეტმა სინგაპურში კიდევ ერთხელ გაამყარა ეს გზავნილი, როდესაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის განაახლოს შეტევები, თუ შეთანხმება არ შედგება. მან განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო შესაძლებლობები კვლავ ხელმისაწვდომია საკმარისი მარაგებით და მზადყოფნით მოქმედებისთვის. ტრამპი იყენებს მოლაპარაკებას ისე, რომ მუქარა არა უქმებია. 60 დღიანი ვადაც სიფრთხილით უნდა იყოს აღქმული. თეირანისთვის ეს პერიოდი შეიძლება იყოს დროის მოგების, მოკავშირეების გადაჯგუფებისა და ფულის გამოძალვის მცდელობის საშუალება. ტრამპისთვის ეს შეიძლება იყოს ყველაფერი წერილობითი ფორმით დაპირების რეალური შესრულებისგან გამიჯვნის და იმის მკაფიოდ ჩვენების საშუალება, თუ ვინ იღებს შეთანხმებას და ვინ გაურბის მას. თუ ირანი ხელს აწევს და ასრულებს შეთანხმებას, ის თავისი შანტაჟის ნაწილს კარგავს. თუ ირანი უარს ამბობს, ის მსოფლიოს წინაშე აღიარებს, რომ ურჩევნია ბირთვული რისკისა და საზღვაო ბლოკადის შენარჩუნება. ორივე სცენარში დონალდ ტრამპი აიძულებს რეჟიმს გამოვიდეს ჩრდილიდან. ანტიტრამპული მედია ცდილობს სხვა სიუჟეტის შექმნას, რადგან იცის, რომ ირანის იმიჯი, რომელიც $300 მილიარდ ითხოვს, თეირანისთვის ცუდია. მიზანი არის კვამლის ფარდის შექმნა. ამასობაში რეალური თემა კვლავ დღის წესრიგში რჩება. თეთრი სახლი სურს ირანის ბირთვული იარაღის შეჩერება, ჰორმუზის სრუტის გახსნა, ნაღმების ამოღება, ფულის კონტროლი და სამხედრო ოფციის შენარჩუნება. ირანი ცდილობს გამარჯვებულის პოზიციიდან ისაუბროს, რადგან სჭირდება საკუთარი შიდა ბაზის დარწმუნება. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სიტყვებს არ ენდობიან და მხოლოდ ქმედებებს აქვს მნიშვნელობა. ისინი ასევე ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ დათმობები მოდის რაკეტების ძალით და არა დიალოგით. ეს რიტორიკა შიდა პროპაგანდისტვისაა, მაგრამ ამავდროულად ნერვიულობასაც ამჟღავნებს. თუ რეჟიმი ასე კომფორტულად იქნებოდა, არ დასჭირდებოდა ყოველი ამერიკული ფრაზის ნარატიულ დაპირისპირებად ქცევა. თეირანის ხმაური აშკარას დაფარვის მცდელობაა. მილიარდიანი მოთხოვნა არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმს სურს კრიზისიდან გამოსვლა ისეთი რამით, რაც საჩვენებლად ექნება. ომანის როლიც ამ ისტორიაში შევიდა, რადგან სულთანატი რეგიონულ დიპლომატიურ არხად ფუნქციონირებს. თეირანმა სცადა ომანი თავისკენ მიეზიდა და ჰორმუზის ადმინისტრაცია რეგიონულ, არა ამერიკულ საკითხად წარმოეჩინა. ტრამპმა კი საპირისპირო ნაბიჯი გადადგა. მან ეს თემა საერთაშორისო პრობლემად წარმოადგინა, ნავიგაციის, უსაფრთხოების და ენერგიის საკითხად. დავა მხოლოდ რუკაზე მონიშნულ გასასვლელს არ ეხება. საუბარია იმაზე, ვინ დააწესებს წესებს კრიზისის შემდეგ. ირანს სურს ჰორმუზი პოლიტიკურ სალაროდ აქციოს. დონალდ ტრამპს სურს ჰორმუზი გახდეს ტესტი იმისა, თუ რამდენად დაემორჩილება რეჟიმი მიმოსვლის მინიმალურ წესებს. ისრაელი და ჰეზბოლა ერთსა და იმავე სათამაშო დაფაზე არიან. ირანს სურს, რომ ნებისმიერი შეთანხმება მის მოკავშირეებსაც შეუმსუბუქოს მდგომარეობა ლიბანში. ეს აჩვენებს, რომ რეჟიმი მოლაპარაკებებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ აწარმოებს. ის ცდილობს დაიცვას ქსელი, რომელიც რამდენიმე ფრონტზე მოქმედებს. ტრამპმა ეს იცის. ამიტომ მოლაპარაკება ვერ იქნება წარმოდგენილი როგორც უბრალო ბირთვული შეთანხმება. საკითხი ის არის, რომ ირანს აქვს შესაძლებლობა დააფინანსოს, დააწვეს და აამოქმედოს მოკავშირეები იმ დროს, როცა აშშ-შოსგან ფულს ითხოვს. და ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი სტრატეგიულ მარშრუტებზე. გამოცდილება აჩვენებს, რომ ზეწოლის ქვეშ მყოფი რეჟიმები ხშირად ცდილობენ უკან დახევა გამარჯვებად გაკიდონ. ასე მოხდა მაშინაც, როცა ლიბიამ დათანხმდა მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამების დატოვებას. წლების იზოლაციის, სანქციებისა და ამერიკული ძალის შიშის შემდეგ ეს არ იყო მოულოდნელი სიკეთე, ეს იყო გადარჩენის გათვლა. იგივე მოდელი ჩანს ახლაც. თეირანი ცდილობს შეინარჩუნოს წინააღმდეგობის რიტორიკა, მაგრამ ისწრაფვის აღდგენისკენ, ფულის, ნავთობისა და ფინანსური შვებისკენ. როდესაც დიქტატურა ეკონომიკურ ჟანგბადს ითხოვს, უკვე იცის, რომ ზეწოლამ ყველაზე მტკივნეულ ადგილს მიაღწია. თეთრმა სახმა მოლაპარაკებებისთვის კარი ღია დატოვა, მაგრამ ხელი საკეთზე მაინც შეინარჩუნა. ირანმა $300 მილიარდი მოითხოვა მკვეთრ ვარდნამდე, რადგან სურს, რომ წნეხი გადახდაში გადაიქცეს. ტრამპმა წრე შემოარტყა, რადგან იცის, რომ ფული არაფრის სანაცვლოდ რეჟიმისთვის ჯილდოდ იქცევა. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღეს სიმართლით კარგად ინფორმირებული დაგტოვო. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ მილსონ ალვესის საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად ჩაერთო.